იმერეთში ჯგუფური ძალადობისთვის ბრალდებულ პოლიციელს მიხეილ გიგაურს, ასევე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და კიდევ ორ პირს 4,000 ლარიანი გირაო შეეფარდათ. საქმე ეხება ტყიბულის ერთ-ერთ რესტორანში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მონაწილეობით მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, რომელიც რუსული სიმღერის გამო დაიწყო. ქუთაისის პოლიციის მეექვსე განყოფილების უფროსს გამოძიება დაცვის პოლიციის თანამშრომლების მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავება. სასამართლო პროცესზე პატიმრობა არც პროკურატურას მოუთხოვია, პროკურორებმა მოსამართლეს გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართეს. ცნობისათვის ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა და მისმა თანმხლებმა ორმა პირმა განახორციელეს ჯგუფური ძალადობა და ურთიერთშელაპარაკებისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე რესტორანში მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს და მათ თანმხლებ პირს. არსებული ინფორმაციით ფიზიკური დაპირისპირება რუსული სიმღერის გამო დაიწყო, კერძოდ დაცვის პოლიციის თანამშრომლებს რესტორანში მიხეილ შუფუტინსკის სიმღერის ჩართვა სურდათ, თუმცა კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა სხვა მაგიდასთან მსხდომ კოლეგებს შენიშვნა მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად დაბალანსდეს ბიზნესისა და მოსახლეობის ინტერესები, აღნიშნა მან. იკვლევა აჩვენებს იმას, რომ საკმაოდ მაღალი ფასდამატი წარმოიქმნება უშუალოდ საქართველოს საზღვრიდან თარომდე. ფასდამატი საშუალო ფასდამატი შეადგენს 86%-ს, რაც ჩვენი აზრით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ დავინტერესდით, მე პირადად ნახე მაგალითად გერმანიაში საბითუმოდან თარომდე ფასდამატი როგორც შეადგენს 20-დან 30%-მდე, ანუ ეს არის სტანდარტული ფასდამატი. ამ პირობებში 86% საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად გამოიყურება. ამ 86%-ის ერთი წილი მოდის დისტრიბუციაზე, 54%-ია წილი და შედარებით მცირეა წილი ქსელური მარკეტების შემთხვევაში. ჩამში არის, როგორც უკვე თქვა, 86%, რაც განაპირობებს იმას, რომ საქართველოში ევროპულ ფასებთან შედარებით არის ბევრად უფრო მაღალი ფასები, ზოგიერთ შემთხვევაში არის 50% მაღალი ფასი, არის ორჯერ მეტი ფასი, სამჯერ მეტი, ანუ საკმაოდ დიდია სხვაობა ფასებს შორის. აქაც ვიტყვი, რა თქმა უნდა, როდესაც ბიზნესი თავისი შეხედულების მოქმედებს, ბუნებრივია ამას თავისი ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა აქ შემოდის სოციალური ფაქტორი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ბუნებრივია ჩვენთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დაბალანსდეს მაქსიმალურად ეს ინტერესები და ყველამ ერთად გვინდა, რომ ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესებზე და შევეცადოთ მაქსიმალურად, რადგანაც ეს არის შესაძლებელი, ვიზრუნოთ ფასების დაწევას. რეალურად დამატებითი თითოეული ხარჯი, რასაც ქსელური მარკეტი აყენებს გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს ფასზე. თუ ეს მოექცევა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამის გარკვეულ ჩარჩოში, რა თქმა უნდა, საბოლოოდ დადებით გავლენას მოახდენს ფასებზე. ამის შესახებ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა ნიჟარაძემ პრემიერსა და სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებს შორის დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. პრაქტიკის შესაბამისად ის, რაც არის მოქცეული ჩარჩოში, პირობითად არის დაწესებული სადღაც ზედა ზღვარი, ეგრეთ წოდებული cashback-ის, ანუ იმ გადასახადის, რასაც მარკეტი აწესებს, ახალი მაღაზიის გახსნის აფასურის გადასახადი, თაროზე მოხდრის გადასახადი თუ ასე შემდგომ, აქ გარკვეულ ტიპის რეგულირება შესაძლებლობას მიცემს წარმოებელსაც და სადისტრიბუციო კომპანიას პროპორციულად მოახდინოს, რადგანაც შეიძლება რომ ეს ან ზღვარი დადგინდეს თუ საერთოდ აიკრძალოს რიგ შემთხვევაში, რისი პრაქტიკაც არსებობს მათ შორის საზღვარგარეთის, რომ ამ კუთხით დადებით ზეგავლენა ექნება ფასს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან შპს მზიურისა და შპს აგროჰაბის დამფუძნებელმა განაცხადა, ფასების შემცირება შესაძლებელია. აკაკი ახვლედიანის თქმით, სუსისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლა ქსელებში დისკომფორტი არ ყოფილა, რადგან ყველაფერი ისედაც გამჭვირვალეა. არ არის მარტო ერთი მხარის, მაგალითად ორივე მხარის წარმოადგენს შემთხვევაში
ეს არის პრობლემა, რომელიც უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობით. შესაძლებელი. კარტერულ გარიგებაზე დღესაც ისაუბრეთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შემოუშვეს კომპანიები. როგორ აღიქვამთ აი ამას? დისკომფორტი, რადგან ეს ყველაფერი ისეთ გამჭვირვალეა, RS-ზე არის ეს. ბოლო 3 წელს რატომ იღებდა? ამიტომ საგასახადო კანონმდებლობის 3 წელზე მეტის გამოკლების უფლება არ აქვს. ალბათ იმიტომ არის 3 წელი, მაგრამ მასალა ძალიან დიდია და გარკვეული ვადები მოითხოვა. ხელისუფლების საფრთხე არ იქნება ამ ჩარევებში. პირიქით პრემიერმა განაცხადა, დაცული იქნება ყველას ინტერესი იქნება დაცული. ანუ აქ არის მარტო დისტრიბუცია და რიტეილი, ეს არის ერთი ჯაჭვი. ბიზნესი თავისუფალი როგორ არის, როდესაც სუსი და ფინანსური პოლიცია შედის და გიწესებენ ფაქტობრივად ზღვარს, რომლის იქნება არ დაუწესებიათ, თუ დაწესებენ ვერ ვილაპარაკ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მეგატივმა ეკონომისტი პაატა კლდიაშვილი ჩაწერა. მისი თქმით, ბაზარს უნდა აკონტროლებდეს კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო და არა სუსი. ფაქტი არის ერთი რამ, რომ მარკეტების ბაზარზე, სურსათის ბაზარზე, საცალო გაყიდვების ბაზარზე ჩვენ როცა ვხედავთ ერთმანეთთან განსხვავებულ რამდენიმე ბრენდის მარკეტს, რეალურად არის 5-6 სხვადასხვა ბრენდის მარკეტი, რომელთაც ერთი საერთო მესაკუთრე ჰყავთ. ასეთ შემთხვევაში ლოგიკურად შეიძლება იბადებოდეს ეჭვი, რომ ხომ არა აქვს ადგილი, მაგალითად რაღაცა კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებებს ხო არა აქვს არაკეთის სინდისე კონკურენციას ადგილი, მაგრამ ამისათვის ქვეყანაში არსებობს კონკურენციისა და მომხმარებლების დაცვის სააგენტო, ასე ქვია ის ორგანოს, რომელსაც ჩვენ მოკლედ კონკურენციის სააგენტოს უწოდებთ და სწორედ კონკურენციის სააგენტოს კომპეტენცია არის მსგავსი საკითხების შესწავლა. კერძოდ ის, რომ ვინმე ხო არ არღვევს კონკურენციას, ხო არ არის რაღაცა ოლიგოპოლიური შეთანხმებები, ხო არ არის ზედმეტი კონცენტრაცია ცალკეული სუბიექტებისა ბაზარზე და ხო არ იყენებს ვინმე ცუდად არაკეთის სინდისე და დომინანტურ მდგომარეობას. მოკლედ ბაზრის მონიტორინგი უნდა მოახდინოს კონკურენციის სააგენტომ. და თუ მსგავს ფაქტებს ექნება ადგილი, ბუნებრივია კანონის და კანონით განსაზღვრული მისთვის განსაზღვრული მანდატის შესაბამისად, სწორედ კონკურენციის სააგენტომ უნდა იმოქმედოს ასეთ შემთხვევაში. ლოგიკურია ის საკითხი, რომელიც დაისვა, მაგრამ აქ უნდა იყოს თავარი როლი მოსული კონკურენციის სააგენტოზე. მე მესმის, რომ მთავრობა შეუძლია ნებისმიერ საკითხზე შექმნა სამუშაო ჯგუფი და ნებისმიერ საკითხზე იმსჯელოს, კი ბატონო, ეს მისი მოვალეობაც არის და უფლება ცხადია, მაგრამ ამ პროცესში ისეთი ორგანოების ჩართულობაზე, როგორიც არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ან თუნდაც ფინანსური პოლიცია, ჩემთვის ცოტა უცნაურია ამ ეტაპზე. თუ კონკურენციის სააგენტოს შესწავლის შედეგად რაიმე ისეთი კანონდარღვევა გამოვლინდებოდა, რომელშიც შემდეგ სხვა ორგანოების ჩართულობა იქნებოდა საჭირო, ეს გასაგები იქნებოდა, მაგრამ პირველივე საწყის ეტაპზე იმ ორგანოების ჩართვა, რომელთაც კომპეტენციის მიღმა და იმ ორგანოს გვერდზე დატოვება, რომელთაც ეს უშუალოდ ევალება, ჩემთვის ცოტა უცნაური რამეა. თუ ჩვენ ამით ვაღიარებთ, რომ კონკურენციის სააგენტო ნაკლებად ეფექტიანი ან არაეფექტიანი ამ კუთხით, მაშინ უნდა ვიზრუნოთ მისი ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე. ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ისმის კითხვა კონკურენციის სააგენტოს გვჭირდება, თორემ ბუნებრივია კონკურენციის სააგენტოს ფუნქციები ლეგიტიმურია, კანონით განსაზღვრულია და მან ამ მიმართულებებზე უნდა იმუშაოს, მათ შორის იმაზე, რაც ეხლა აღნიშნეთ, რომ ხომ არა აქვს ადგილი კონკურენციის შეზღუდვას, არაკეთის სინდისელ კონკურენციას, ოლიგოპოლიურ შეთანხმებებს მიწოდებლებს შორის და ამით ხო არ ვთქვათ, ისინი აზარალებენ თავისუფალ კონკურენციას ბაზარზე. შეთანხმებით ეს არის მნიშვნელოვანი, ვთქვათ, ძალიან ფრთხილი სოციალური თემა, მნიშვნელოვანი თემა, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს და მე როგორც ერთმა მოქალაქემ ასევე შემიძლია საკუთარი გამოცდილებიდან გითხრათ, რომ ბევრ სხვა ქვეყანაში მინახავს ურთსაცე შედარებით უფრო დაბალი ფასები, ვიდრე საქართველოში არის. მათ შორის ევროპულ ქვეყნებს გულისხმობ, ბუნებრივია, მაგრამ და აქედან გამომდინარე ლეგიტიმურია ის კითხვა, რაც დაისვა, ლეგიტიმურია ის, რომ ეს საკითხი მოკვლეული იქნას, უბრალოდ ჩემთვის უცნაურია როგორც ეკონომისტისთვის, მაშინ როცა გვყავს სპეციალური ორგანო ამისათვის, დარგობრივი უწყება კონკურენციის სააგენტოს სახით, ამ თემას იკვლევს არა ეს უწყება, არამედ სხვა უწყებები, არაპროფილური უწყებები, თორემ ბუნებრივია კითხვა ლეგიტიმურია იმას დაკავშირებით, ხომ არა აქვს ადგილი, მაგალითად არაკეთილსინდისე კონკურენციას, ხო არა აქვს შეთანხმებას, ოლიგოპოლიურ შეთანხმებებს ადგილი და ასე შემდეგ. ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვა არის, მაგრამ უცნაური ჩემთვის არის ის, რომ ამ საკითხს სწავლოთ არაპროფილური, არადარგობრივი უწყება, მაშინ როცა ასეთი უწყება ქვეყანაში რეალურად გვყავს. თავის მხრივ საკითხის მნიშვნელობაზე საუბრობს მოსახლეობა. უნდა გაიაფთეს, დედა, აბა არ უნდა გაიაფთეს. მე მომიმატა 45 ლარი და გამიძვირდა 200 ლარის ყველაფერი. გაზი, დენი, წყალი, დასუფთავება, ინტერნეტი, ყველაფერი, მტერი, მოყარე, წამალი, საჭმელი. რამდენად უნდა
გავწიო ეს თანხა. ასეთი ფასები ახლა რო ხედავ, მე აქ გაგიჟებული ვარ. იქ თქვენ სადაც ცხოვრობთ, იქ რა ფასებია და იქ შედარება არა. საერთოდ რა ვიცი, როგორ განსხვავდება არ ვიცი. აქ ესეთი ძვირი ფასები, ან როგორ გამხარს თავი არ ვიცი. ყველაზე მეტად რა გეძვირათ, აი რო ყველაფერი, ხორცი, ყველაფერი პროდუქტი, უფრო მეტად ახლა მე არ მქონია შეხება სარიცხი და რაღაც ასეთ საშუალებები, პროდუქტი, რასაც თქვია, არის საშინელება. საშინელება. ჩვენთან ახლა მე საბერძნეთიდან ვარ და იქაც არის ახლა, მაგრამ ასეთი კი არა, იქ პენსია, ხელფასია ნორმალურია, რაღაცა არის კიდევ და ახერხებს, სამსახურიც არის. ეხლა ბრუნდები მე რამოდენიმე დღეში და მაგ იმედი რომ იქ ვიმუშავებ და მექნებ. აქ რა უნდა გააკეთო? არაფერს არ ეტყობა ბაზრის კონტროლს. არაფერს, აბსოლუტურად სურსათში. განსაკუთრებით მარკეტებში. არაფერს კონტროლი არ ეტყობა. აი თქვენთვის ყველაზე მეტად ვთქვათ ძვირი რა არის, რა გეძვირება დრის ყიდვას ვერ ყოველდღიური პროდუქტი. ყოველდღიური, რასაც ქვია. ხორცშეძლე ხო ლაპარაკი ზედმეტია და ასეთ რაღაცაც ყოველდღიური. ხმარებს. და შენ უნდა დაალაგდეს მთავრობა და მე ალბათ მაგასაც დაალაგე. შენ მთავრობა უნდა დაალაგდეს თვითონ და მე დაალაგდება ყველაფერი. აი თვეში დაახლოებით რა თანხა გეხარჯება პროდუქტის შესაძლებლად? გამეხარჯე ორი პენსიონერი ვარ სახში და 400 და 300 ლარი გადასახადში მიდის. 300 ლარი რჩება საკვები. რა უნდა დაახარჯო? როგორ ანაწილებთ ამ სამას? გაჭირვები. ეს არის ჩვენი ცხოვრება. ფასები არარეალურია, ჩვენ ხელფასებთან შედარებით და ჩვენი საერთოდ დონე როგორია ცხოვრების და ყველაფრის და რა თქმა უნდა ეს ბერკეტები ყველაფერი ხელისუფლების ხელშია და რაღაცა უნდა იღონონ და მე მგონი იღონებენ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. თქვენ დაახლოებით რა თანხა გეხარჯებათ თვეში პროდუქტების შესაძლებლად? რა ვიცი, ასე კი არ ვიცი, აი ზუსტად რო გითხრათ. ახლა დიდი ოჯახი არა მაქვს და ყოფნის პრინციპში ხელფასი, მაგრამ რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა თუ უფრო დაბალი ფასი იყოს. აი თქვენ ვისი შესყიდვა გინდათ ხოლმე და ფასის გამო თავი შეგიკავებია. თავში მეკავ. ხილი რა თქმა უნდა, ხილი ძალიან ძვირია. საქართველოში არ უნდა ღირდეს ასეთი. არ უნდა იყოს ასეთი ფასები ხილზე. და რა თქმა უნდა აღორძინდეს სოფლის მეურნეობა. სოფლის მეურნეობის აღორძინება ახლა სახელმწიფოს გარეშე არანაირად არ მოხდება და რა ვიცი თუ უნდათ რომ ჯანსაღი მოსახლეობა იყოს და ახალგაზრდები ხო? ახალგაზრდები რომლებიც ყოველ რა ვიცი ახლა უნივერსიტეტში მუშაობდა ყოველ დასვენებაზე უყურებ რომ მიდიან და ყიდულობენ ამ ენერგეტიკულ სასმელს. თვითონაც კარგად იციან, მეც რა თქმა უნდა ვეუბნები რომ არ შეიძლება ეს, მაგრამ რა ვიცი. ცნობისათვის ირაკლი კობახიძე 2025 წლის 24 დეკემბერს განაცხადა, რომ სურსათის ევროპულ და ქართულ ფასებს შორის დიდი სხვაობა განპირობებულია სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატით, რაც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ში ადგეს. 24 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს. 2026 წლის 5 იანვარს კი სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია შეიქმნა. 20 იანვარს გაიმართა სამთავრობო კომისიის პირველი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს. ამასთან გამოითქვა მოსაზრება, რომ კომისია მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს. კომისიის სხდომას დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელებთან ერთად 15-მდე სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. მომავალი კვირიდან მსგავსი ტიპის შეხვედრები გაიმართება სასურსათო პროდუქციის მწარმოებლებთან, ასევე ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით. ტროტუარზე დგომისთვის ლუკა ნაგლიაშვილს, მიხეილ ზაქარეიშვილს, სანდრო მეგრელიშვილსა და დიმიტრი ჯამბურიას 4 და 5 დღით პატიმრობა შეეფარდათ. აქციის მონაწილე ლუკა ნაგლიაშვილს 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ ტროტუარზე დგომას და მოქალაქეებისათვის გზის შეფერხებას ედავებოდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზვიად ცეკვავამ მიიღო. მოქალაქეებს სანდრო მეგრელიშვილს და დიმიტრი ჯამბურიას ტროტუარზე დგომის ფაქტზე 4 დღიანი
ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო. სანდრო მეგრელიშვილის უფლებადამცველის ირაკლი აბესაძის განმარტებით გადაწყვეტილება პაპუაშვილის პარლამენტის სულელური კანონიდან გამომდინარეობს, როდესაც ცდილობენ ადამიანებს ძალმომრეობით გაუსწორდნენ. აბესაძის თქმით, საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში აუცილებლად გასაჩივრდება. როგორც აბესაძე აცხადებს, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს გარდა იმისა, რომ ადამიანი ტროტუარზე მშვიდად იდგა. მოსამართლე დავით მაკარაძემ ადმინისტრაციულ სამართალდამხმარებელთა კოდექსის 174 პრიმა მუხლის დარღვევისთვის ტროტუარზე დგომის გამო დიმიტრი ჯამბურიას 4 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ჯამბურია სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დიმიტრი ჯამბურიას პარლამენტთან მიმდინარე პროდასავლურ აქციაზე ტროტუარზე ქვეით და გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა. ჩემზე 4 დღიანი პატიმრობა გამოაცხადეს, ეხლა ვაპირებ ზახესის იზოლატორთან მისვლას და ჩაბარებას დავრეკავრო აქ ვარ. უსამართლოდ ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩამოგვაშორონ პროტესტს, ჯარიმებით ეცადენ, სამსახურიდან გამოშვებით. ეხლა რა ვიცი პატიმრობა 4 დღიანიო, ალბათ მე 1 წლიანსაც მომისჯიან და ყველანაირად ცდილობენ, რომ აღარ გამოთქვათ ჩვენი აზრი და ტროტუარზე დგომისთვის ციხეში სვავენ. მე ვერ დამაშინებენ და იქ ვინც დგას დარწმუნებული ვარ, რომ ვერავის ვერ დააშინებენ. არ ვაღიარებთ ამაც ლეგიტიმურობას და ვამბობთ იმას, რომ სასამართლო ჯიბეში უზით, შესაბამისად ჩემი იქ ყოფნა, არ ყოფნა არაფერს ცვლი და ამიტომ ეგეც გადაწყვეტილი მქონდა, რომ არ მივიდოდი გამოცხადების. ჩალაგებული მაქვს, სახლში დატოვებული მაქვს ნივთები, რაც უნდა შემოეგზავნათ ჩემთვის, ამიტომ არ მქონდა მოლოდინი, რომ სიტყვებით შემოიფარგლებოდნენ. ქართულ ოცნებასთან დებატებისთვის მზად არიან ოპოზიციაში. კოალიციას ცვლილებებისათვის ერთ-ერთი ლიდერი ზურაგ ჩიჯაფარიძე აცხადებს, რომ ის წლებია მოუწოდებს ირაკლი კობახიძეს მასთან დებატებისაკენ. ნაციონალურ მოძრაობაშიც მზად ყოფნას გამოთქვამენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ პოლიტიკურ დებატებს არა განცხადებები, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება, მათ შორის საჭიროა ახალი არჩევნების დანიშვნა და ოპონენტების ციხიდან გათავისუფლება. დებატების შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ყურადღებას გაამახვილებენ როგორც კორუფციაზე, ასევე გაზრდილ ფასებზე. პარტია გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლები კი ოპონენტების გამოხმაურებაზე ამახვილებენ ყურადღებას და იხსენებენ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას გამოცხადებასთან დაკავშირებით ოპოზიციის უარყოფით განცხადებებს, თუმცა დებატების მზაობის შემთხვევაში გახარიას პარტიაც მზაობას გამოთქვამს. კონკრეტულად კობახიძეს წლებია ვეუბნები, რომ დაждდეს და დამელაპარაკოს და უბრალოდ არ მჯერა რომ მას ამის ნებას დართავს ისი უფროსი. ამიტომ გუშინაც ჩემი პასუხი ეგ იყო, რომ ნებისმიერ კონკრეტულად მას ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში მზადვარ რომ დავიჯდა დაველაპარაკო. დემოკრატიის აღდგენას და პოლიტიკური დებატების სრულყოფილ დაბრუნებას პირველ რიგში ჭირდება ოპონენტების გათავისუფლება, თუმცა ცხადია ჩვენ ბევრი გვაქვს სასაუბრო ქართული ოცნების კორუფციაზე, მაღალ ფასებზე, იმ სოციალურ პრობლემებზე, რომელიც უკავშირდება ქართული ოცნების მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც გაუძვირა ქართულ ხალხს ცხოვრება, რა თქმა უნდა, ამაზე ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ, არაერთხელ გვითქვავს, ვიდებატოთ და არა მხოლოდ ვიდებატოთ, ვიკამათოთ იმაზე, თუ საწაიყვანა ქვეყანა ქართულმა ოცნებამ. ჩაკეტილი არის ყველანაირი დებატის სივრცე, არც ოპოზიციურ არხებზე მოდიან მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, დებატები უბრალოდ მოკლეს და ახლა გაახსენდათ, რომ თურმე ძალიან მნიშვნელოვანიაო, რა დროს, რა პერიოდში, როდესაც გვაქვს ესეთი ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, როდესაც პარტიების აკრძალვას აპირებენ, როდესაც მედიას ზღუდავენ და ქვეყანა კორუფციაში იხრჩობა. ჩვენ შინაარსობრივად ვართ ყოველთვის მზად იმისთვის, რომ ნებისმიერ ამ თემაზე ქართული ოცნება დებატების კუთხით გავანადგუროთ. დისკუსიები, დებატები არის ყველა დემოკრატიული საზოგადოების ხერხემალი, ამიტომ ჩვენი მთავარი ინტერესიც და ამოსავალი წერტილიც ამ ინიციატივის საზოგადოებისთვის შეთავაზების იყო ის, რომ მაქსიმალურად ასთა ჭიდილში საუკეთესო იდეები, საუკეთესო გამოსავალი ამა თუ იმ პრობლემური საკითხიდან შევთავაზოთ საზოგადოებას. და ჩვენ მზად ვართ, ის იყო საზოგადოების დაკვეთაც ბუნებრივია და ჩვენ მზად ვართ ამ ტიპის დისკუსიებში ჩავერთოთ ყველა იმ ადამიანთან, ყველა იმ ოპონენტთან, რომლებიც გულწრფელად არიან დაინტერესებული ამ დისკუსიების, გულწრფელად არიან დაინტერესებული ქვეყნის უკეთესი მომავალით. ჩვენ ამ ბოლო წლების განმავლობაში მივეჩვიეთ რაღაც მონოლოგურ რეჟიმს და ძალიან რთულია, როდესაც თქვათ ერთას მოისმენ რაღაც საკითხთან დაკავშირებით და იქვე არ ხდება ოპონირება და რაღაცა 3-4 საათის შემდეგ განსხვავებულად მოისმენ და მე შეიძლება გაგრძელდეს ამის შეჯერება ერთმანეთთან.
კარგია, როდესაც ადამიანები ერთმანეთის პირისპირ ხედან და თავის არგუმენტებს ასაბუთებენ. ან ერთმანეთის არგუმენტებს აბათილებენ. ეს არის ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ელემენტი. ამიტომ ჩვენ ამ ფორმატს უნდა დავუბრუნდეთ და საზოგადოებას უნდა მიეცეს საშუალება გაიაზროს ის, ვის რა მოსაზრებები აქვს, ან რა არგუმენტები აქვს ამის თაობას. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რუსთავის ციხე დატოვა და ჟურნალისტებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 7-თვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ბრძოლას გააგრძელებს და პრემიერ-მინისტრთან დებატებისათვის მზად არის. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს საპატიმროსთან ოჯახის წევრები და მხარდამჭერები დახვდნენ. გიორგი ვაშაძე 2025 წლის 24 ივნისს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 2 წლით თანამდებობის დაკავება. წმენა იმის რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერია, იმდენად დიდია, რომ არც ერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია. მიზანი ჩვენ გვაქვს საერთო. გვინდა თავისუფლება, გვინდა სამართლიან გარემოში ვიცხოვროთ, გვინდა რომ განვითარების გზას დავადგეთ, გვინდა რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ, გვინდა რომ ადამიანებს არ იჭერდნენ, პარტიული ნიშნით ვერ განვასხვავებ ვერავის, ხო? ყველას უნდა დაველაპარაკოთ და ერთიანი ძალებით უნდა გავიმარჯვოთ. სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვა დაიწყო. ამის შესახებ საიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ასოციაციის განცხადების სტრასბურგის სასამართლომ შესაძლოა მოცემულ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი მიანიჭოს. ბრიფინგზე თქვეს, რომ სარჩელში ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილეს, მათ შორის საიას ინტერესის საკითხს წარმოადგენდა. დაირღვა თუ არა საპარლამენტო არჩევნების დღეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი, არასამთავრობო ორგანიზაციას კითხვები აქვს არჩევნების დღეს გამოქვეყნებული ბიულეტენების ხარისხთან დაკავშირებითაც. საიას განცხადებას იუსტიციის სამინისტრო პასუხობს და სარჩელთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. საია წარდგენილ საჩივარში მიუთითებდა, რომ ჩატარებული არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებამ მასობრივად დაარღვია კენჭისყრის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი. ხოლო საარჩევნო დავების განხილვის დროს დაირღვა საარჩევნო დავების ეფექტიანი მექანიზმებით განხილვის უფლება. საია საჩივარში ასევე დავობდა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ბლანკეტური დანაწესი, რომელიც მოქალაქეებს საარჩევნო დავაზე საჩივრების წარდგენის შესაძლებლობას უზღუდავს, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. რო ინფორმაცია არის, რასაც ამბობთ, საიას არ ჰქონია გაგზავნილი დროებითი ღონისძიების მოთხოვნა. 24 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში შესულია 11 ფიზიკური პირის და 1 არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივარი. აღსანიშნავია, რომ ეს საჩივრები ნაწილი შესულია 2024 წლის ბოლოს და ნაწილი 2025 წლის დასაწყისში, თუმცა ევროპული სასამართლო მას განიხილავს სტანდარტული პროცედურით დაჩქარების გარეშე. შესაბამისად, მთავრობას მიმდინარე წლის მაისში აქვს ვადა წარადგინოს საკუთარი პოზიცია, შემდეგ ექნება თვითონ მომჩინებს შეპასუხების შესაძლებლობა და საბოლოო პოზიციას ისევ საქართველოს მთავრობა წარადგენს. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ თვითონ საჩივრებიდან დგინდება, რომ მათ ნაწილს ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს მოუთხოვიათ ევროპული სასამართლოს მიერ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სახით მომხდარიყო არჩევნების შედეგების შეჩერება, რაც ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება თვითონ საჩივრების შინაარს, მომჩინევის ნაწილი დაობს თითქოს ადგილი ჰქონდა ხმის უფლების ფარულობის დარღვევას, ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, მიიჩნევს, რომ მათი უფლებები დაირღვა, რადგან არ მოხდა უფრო მეტი საარჩევნო უბნის გახსნა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. თვითონ ევროპული სასამართლოს კითხვებს რაც შეეხება, ევროპული სასამართლო სხვებს შორის დაინტერესდა, რამდენად არსებობს რაიმე მტკიცებულება ხმის უფლების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით, ასევე რამდენად შეიძლება ზოგადად ირღვეოდეს ეს უფლება იმის გამო, რომ სახელმწიფო არ ხსნის უფრო მეტ საარჩევნო უბანს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ევროპული სასამართლო ასევე სვამს კითხვას, საია არასამთავრობო ორგანიზაცია როგორც დამკვირვებელი რამდენად შეიძლება იყოს მომჩივანი ამ საქმეში. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ საკითხის განხილვა ევროპული სასამართლოს მიერ, რადგან ჩვენ გვექნება ავტორიტეტული ორგანოს სამართლებრივი შეფასება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მანამდე კი ყველა აქტორს, შიდა და გარე აქტორს მოუწევს პატივისცეს ევროპულ სასამართლოს დაელოდოს მის პროცედურებს და აღარ გააკეთოს რაიმე სპეკულაციური შეფასებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე ეს
გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ იქნება პრეცედენტული, რადგან რასაც გადაწყვეტს ევროპული სასამართლო საქართველოსთან მიმართებით, კერძოდ არჩევნების ელექტრონული ფორმით ჩატარებასთან დაკავშირებით და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების რაოდენობასთან დაკავშირებით, ეს იქნება პრეცედენტული და გავრცელდება ყველა სხვა ევროპულ სახელმწიფოზე. ფრანგულმა მწარმოებელმა ლაქტალის, ნუტრიშენ, სანტე, პიკოტის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების რამდენიმე პარტიაში ტოქსინ კერეულიდენის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან კონკრეტული პარტიების ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, იმის მიუხედავად, რომ არც ერთ ქვეყანაში ამ პროდუქტის მიღების შედეგად რაიმე სახის გართულების ფაქტი არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს იმ შემთხვევაში, თუ უკვე შეძენილი აქვთ პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან არ გამოიყენონ. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა იმპორტიორი კომპანია უნო გრუპი შეამოწმეს. ბიზნეს ოპერატორი სურსათის გამოთხოვის და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოსთვის სავალდებულო წერილობითი შეტყობინების თავის არიდებისათვის დაჯარიმდა. ამ დროისათვის იდენტიფიცირებულია კონკრეტული პარტიები, რომლებიც ექვემდებარება ბაზრიდან გამოთხოვას. პიკოტ 1 400 გრამიანი 800.033.12, პიკოტ 1 800 გრამიანი 800.032.97, პიკოტ 2 800 გრამიანი 800.032.80. ბაზრიდან გამოთხოვის პროცესს სააგენტოს ზედამხედველობით ბიზნეს ოპერატორი ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს იმ შემთხვევაში, თუ უკვე შეძენილი აქვთ პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან არ გამოიყენონ. ბაზრიდან გამოთხოვა ხდება მხოლოდ მოცემული პარტიების პროდუქციის. ბაზრიდან გამოთხოვის მოთხოვნა არ ვრცელდება სხვა პარტიებსა და ბავშვთა კვების სხვა პროდუქტებზე, რომლებიც ბაზარზე პიკოტის სახელწოდებით არის წარმოდგენილი, აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის პირადი და ხელბარგის შემოწმებისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტადონის შემცველი 30 აბი ნივთმტკიცება დამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 262 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პირველი ქართველი კაპიტანი ქალი ნათია ლაბაძე გახდა, რომელმაც 11 წლიანი ლოდინის შემდეგ საკუთარი ოცნება აიხდინა. ნათია ლაბაძე ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულია. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ამჟამად იგი კონტეინერ მზით გემზე კაპიტნის თანაშემწედ მუშაობს და მზად არის ჩაიბაროს გემის კაპიტნის პოზიცია და ეკიპაჟის ხელმძღვანელობა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, მათ მიერ 130 ქალი მეზღვაურია სერტიფიცირებული, საიდანაც 120 საკრუიზო გემზია დასაქმებული როგორც დამხმარე პერსონალი, რაც შეეხება დანარჩენ 10 ქალ მეზღვაურს. ისინი უშუალოდ მეზღვაურის კომპეტენციას ფლობენ, 4 მათგანი ამჟამად შორეულ ნაოსნობაშია. ჩავაბარე, აი მაგ წელს დაართეს ქალებს, რომ შეეძლოთ ნავიგაციის ფაკულტეტზე მოხვედროდნენ. 121 ვიყავით სულ მთლიანად კურსზე და ერთადერთი ქალი ვიყავი მე, გოგონა. ყველა მიყურებდა ეს ვინ არის, რა უნდა აქანი შეიძლება შეეშალა და ფაკულტეტზე არასწორად ჩააბარა და ან მოხვდა და მე სხვაგან გადავა. მაგრამ ისე დავამთავრე 4 წელი, ვისწავლე, არანაკლები ვიყავი ბიჭებზე. ის ნამდვილად გარდამტეხი მომენტი ზოგადად საზღვაო ინდუსტრიისთვის საქართველოში, რამდენადაც ნათია ლაბაძე არის ის ადამიანი, რომელმაც პირველმა მიიღო უმაღლესი რანგის წოდება სამოქალაქო გემებზე ნაოსნობისთვის. ზოგადად საზღვაო დარგში ოფიცერთა დეფიციტია. საქართველო ისტორიულად არის ოფიცერთა მიმწოდებელი, ოფიცერთა სამუშაო ძალის მიმწოდებელი სახელმწიფო ომს გლობალური დასაქმების ბაზრებისთვის, საერთაშორისო გემთობელებისთვის და მე ვფიქრობ, რომ ნათიას ეს მიღწევა, რომელიც კაპიტნის რანგში მის სერტიფიცირებას უკავშირდება, არის ის მაგალითი, რომელიც ბევრ სხვა კომპანიაშიც, ბევრ ქართველ ქალს გაუკვალავს კარიერულ გზას. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამ კედლებში აღზრდილი სტუდენტი გოგონა გახდა კაპიტანი. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდ სტიმულს მიცემს სხვა ქალბატონებსაც, რომ ამ პროფესიას დაეუფლონ. საერთოდ გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს გენდერული თანასწორობა.
ამას რა თქმა უნდა ემხრობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია და საქართველოში არსებული საზღვაო სფერო. ნათიას გავლენა საზღვაო სფეროში ძალიან მაღალია, რადგან ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ქალებს შეგვიძლია დავამკვიდროთ საზღვაო სფეროში ჩვენი კუთვნილი ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში ეს პროფესია მამაკაცების დომინანტობით ახსავსე იყო, იფარებოდა ქალის ის როლი, რაც რეალურად გემზე საჭიროა ახალი ხედვებისა და მიზნების განსახორციელება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ქალები გასული საუკუნის დასაწყისიდან ცდილობდნენ საზღვაო პროფესიებში დასაქმებას. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში იულია ფაილოძემ, ვაიდე გვარიშვილმა, ნინო კალანდაძემ და შუშანა თუმანიშვილმა ბათუმის საზღვაო ტექნიკუმი დაამთავრეს და შორეულ ნაოსნობაში გასვლის სურვილი გამოთქვეს. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ყოფილ საბჭოთა კავშირში ქალების მსახურება შორეულ ნაოსნობაში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. შეზღუდვების გამო ქალები საზღვაო დარგში ძირითადად სანაპირო და დამხმარე მიმართულებებში საქმიანობდნენ მეტეოროლოგიაში, რადისტებად, სამედიცინო პერსონალში, ჰიდროგრაფიაში და სხვა სანაპირო სტრუქტურებში. სწორედ ამიტომ ნათია ლაბაძის პრეცედენტი გამორჩეულია და საქართველოს იმ ქვეყნების გვერდით აყენებს, სადაც ქალს გემზე უმაღლესი თანამდებობის დაკავება შეუძლია.